მოდი ზუსტად რო აუხსნათ კონკრეტულად რა ხდება. აი მაგალითად ნიუსი, ხო? რომ მიხდეს ხალხი რამდენად რა გაძვირდა. აკრძალვის ნაცვლად გამბაჟება სექსუალურ აძვირებენ. მანამდე რამდენი იყო? 4.5 ლარი გახდა 1 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავის გადასახადი, 1 კუბურ სანტიმეტრზე ძრავის ზომიდან გამომდინარე და მანამდე იყო 1 წლამდე მანქანა 1.5, ასე 1.5 იყო 2 წლამდე, მე 3 წლამდე 1.4, 4 წლამდე 1.2, 5 წლისა 1, 6 წლისა 0.8, 0.8, 0.9, 1.1, 10 წლისა. ნუ აი დაახლოებით 1 ლარი, 80 თეთრი 1 ლარი. აი ამ დიაპაზონში იყო ამასაკის მანქანები. ანუ გაძვირდა, ნუ სხვადასხვა წელთან შედარებით და საშუალოდ გაძვირდა 5.5 6 ჯერ. გააჩნია რომელ წელთან შედარებით, ხო? ნუ მე ფაქტიურად აკრძალვა. აზრი აღარ. ანუ ეხლა ან ჩვენ ხო დავთვალეთ. ამბერი ფული თუ გაქვს არ არის აკრძალვა. 2 და 0 ძრავზე რო დათვალო, გამოდის 900 ლარი. ანუ 1 კუბურ სანტიმეტრზე არის 4.5 ლარი. ანუ უნდა გაამბავლო, აი დაუშვათ 2 და 0-იან ძრავზე არის 900, 3 და 0-იან ძრავზე არის 13500, 4 და 0-იან ძრავზე არის 18000. მაგას დავანებოთ თავი ხა ეგ დიდწილად მოსახლეობის უმეტესობის ინტერესი იქით არის, მაგრამ პრინციპში გამოვიდა ეგეთი რაღაცა, რომ ნუ მაგნენით ფული თუ გაქვს ბარემ დაამატე და ახალი იყიდე. ანუ მან გამოვიდა ის რომ აი მანქანის ყიდვაში ერთი იმდენი ფული გიწევს გადაიხადა. აი როგორ გამოვიდა, იცი? 2020-იანს ხო ვერ ყიდულობდი, იმიტომ რომ ფული არ ქონდა და 2020-ზე ძველის ყიდვა ხო მაგიტო გინდა რომ ფული არ აქვს, ხო და ნუ ახლა გამარჯვება იმდენი გაქვს რომ რავი გიჟი ხო არ ახარ ბარემ 20-ზე რო ახალი იყიდე არ მაგრამ აი მან მოსახლეობის ნაწილშიც კი მარტო ის კი არა სამთავრობო პროპაგანდაა მოსახლეობის ნაწილშიც კი დაფიქსირდა ეგეთი აზრები რომ კაი კაცო მანქანები იქნება უფრო ცოტა ხო და აი ეს მანქანები იქნება უფრო ცოტაზე რომ ვილაპარაკოთ ცოტა მე მგონი საჭირო არის იმიტომ რომ საიდან გაკეთდა დასკვნა რომ მანქანების რაოდენობა შემცირდება ეგ საინტერესო არის ხალხმა იზეიმა ზუსტად გეტყვი კატასტროფა მოხდა როგორი ცინიზმი მოხდა იცი მანამდე ხო იკრძალებოდა ძველი მანქანა შეძლებული ნაწილი ხო აღშფოთ და იმიტომ რომ არსებობს რაღაც კონკრეტული ტიპის აი რაღაც მანქანა ევასე 2018-იანი BMW მინდა ვიყიდო განწყობის აი შეძლებული ნაწილი ხო აღშფოთ და მოდი აი შეძლებული ნაწილს მაინც კონდეს BMW-ს ყიდვის საშუალება რაღაცა კონკრეტული დაუტოვოთ რომელი მანქანა ეს ღარიბები ჩახსნეს აი ეგ მოხდა კონკრეტულად იგი ღარიბები ჩახსნეს და მე ყველაზე შემზარავად რამე ჩვენები, იცი აი ეგ არგუმენტი, ეგ მართლა ხო ჟღერს, რომ აი მანქანები ცოტა გახდება, არა ყველას პირიდან, ხო დიდარი გასაგებია თვითონ მაინც იყიდის და ეგ უხარია, დიდას შეიძლება. ნაწილს მაინც ახლა ნაწილს სამართლიანობის მოტივებიდან გამომდინარე, არ უხარია, ხო, მაგრამ ჩვეულებრივი შეძლების კაცი რო იტყვის, რომ მანქანები ცოტა გახდება, ცოტა თუ გახდება, ვის ხარჯზე გახდება, ხო შენს ხარჯზე გახდება. შენ ჩამოგწო მანქანიდან, შენ ფეხეთივლე. ანუ იმ დაწყვეტს არავინ არ აკეთებს, რომ რავი, შენ უნდა გადაჯდე ავტობუსზე, გათვლა მაგაზია. ოღონდ ავტობუსზე არ გადაჯდები, უფრო ძველი მანქანით ივლის სინამდვილეში, მაგრამ ხო და მე რას შიშობ, იცი, მე ძალიან მგონია, რომ არც მაგას გამოვიწყო, აი 1-2 წელი თუ რეიტინგის პოლიტიკური გამოწვევების თვალსაზრისით მდგომარეობა ჩათვალეს ნორმალურად, რას იზავ, იცი? ძველი მანქანა, შემოყვანა კი არა, ყოლა არ შეიძლება. არა, რა არის? ეგრე სად არის შენ ხარ? და დიხარ, ისე ერთი რაღაცა უნდა იცი. აღარ შეიძლება. აი, ვინმემ დამისახელოს ქვეყანა, სადაც მანქანები შემცირდა. აი, მანქანები ბევრი იყო. და ცოტა გახდა. კი, არის. ნებისმიერი მიზეზის გამო. არა, როგორ იცი? აი, პოლიტიკური თავრობა გამოვიდა და ზედმეტი მანქანა. არის, აი, ომისადაც არის ეგეთი ირანი.
ირანში აი კონკრეტულად 2 კვირის წინ უფრო მანქანა იქნება. კონკრეტულად 2 კვირიან აი ირანში არ გეთანხმები. აი ირანში 2 კვირიანმა ომმა ეგ ეფექტი არ ოღონდ აი გეტყვი რამ აი რა მოლოდინიც ამაზე აი ავღანეთში კი ავღანეთში 20 წელი ომის მერე ალბათ შემცირდა. ო ამას რატო ვიძახი იცი ამას იმით ერაყში კი ერაყში ეჭვმეპარება აი ერაყში მე მგონი დაახლოებით იგივე რაოდენობის მანქანა იქნება, ოღონდ იგივეები რაც 20 წლის წინ დადიოდნენ. ოღონდ რა შეგვიძლია იცი თქვა საქართველოში ცოტა მანქანა არ იქნება. მოდი ხა თუ კი ვიღაცა გამოდის და რაღაცნაირ არ ვიცი თან რა უხარია თუ თვითონ ისეთი ადამიანია რომელსაც ბევრი შეიძლება აქვს და 6 წლით დაძველების მანქანას რომელიც უნდოდა რაღაცაც არ უნდა უხაროდეს. ეს არც მაგას აი ერთადერთი ადამიანი ვისაც ეგ უნდა უხაროდეს ავტო იმპორტიორი ვარ ჩინეთიდან შემომყავს ხა მანქანები კონკრეტულად აი რაღაცა 3 კაცია რომელსაც რატო უხარია მე 3-4 ტიპია კონკრეტული სახელებით და გვარებით ვისაც ავტოსალონები აქვს და რაღაცა ჩინური ზეკ რაღაცა მე ის გასაყიდი აქვს ეხა რაღაცა რომელსაც ქართველები არ ყიდულებენ იმიტომ რომ არ ევასებათ ან შეიძლება რაღაც ეხლა ხაზი ლაგდება ხო ეხლა შეიძლება ვიღაცა აი მაგ 3 ადამიანს რატო უხარია გვეშინეთ შეიძლება დანარჩენი გაუგება მანდ სიტყვა შეიძლება მანდ უადგილო მანდ რა ხდება გეტყვი აი ზუსტად გეტყვით აი ფაქტის დონეზე ხდება. ნახეთ თავრობამ რა ქნა ჯოუყურებს და რაღაცა ამდენი მანქანა შემოყავთ და ვიღაც ჩვეულებრივ ხალხს შემოყავს ფულსაც. ფული კეთდება რა. ფული კეთდება. რატო უნდა იყოს ესე გაბნეული? მოდი კონკრეტულად ჩინეთის რაღაც მიმართულებას დავლაგდეთ. ექსკლუზივი. აგერ ზაზაევიჩს ექნება, არ ვიცი აი ვიღაც. ჩვენ მოგვიტანს. და აი კონკრეტულად ჩინური იყიდენ და ცოტა კი არ გახდება მანქანაც, არა ჩინურს იყიდენ. მე კიდე რა მგონია იცი. ჩვენი კანალიდან იყიდიან. მე დაგეგმებული ვარ რომ ეგ мотиваცია მან, რომ ეს ქართველები მაინც ყიდულობენ ამ მანქანებს და ბარემ ჩვენგან ვიყიდონ კაცო, ეს ერთი ხაზი იქნება და ჩვენ გავდიდრდეთ, მაგრამ მაგის გარდა მე კიდე რა მგონია იცი, რა мотиваცია არის გარდა წმინდა ფინანსურისა. აი ამას წინათ ნახე რაღაცა ვიდეო რა. ვიღაცა რუსი ტურისტი იყო და რუსთავის ავტობაზარზე იყო. და გადაიღო ვიდეო. ნუ კაცი იყო გაუგნებული. უბრალოდ შეხედეთო ეს ქართველები რა კარგ ქვეყანაში ცხოვრობენო რა. და ძალიან ძვირად ღირებული მანქანები იყო, ცხადია, ჩამოყვანილი მეორადი მანქანები, ოღონდ ახალი მანქანები ძვირად ღირებული ფირმის მანქანები და მე ადარებდა რუსეთში რა ღირს ზუსტად ეს მოდელი ამ წლოვანების და ამ მდგომარეობაში და ნუ იყო რაღაც 10 ჯერ უფრო ძვირი, იმიტომ რომ იქ ძალიან ძვირია განბაჟება. და ნუ კომენტარები მე რო წავიკითხე, ხალხი ნუ გახარებული იყო, ნეტა 60-ში ცხოვრობენ, რაც ნახე რა ამ მანქანას ჩვენთან 10 ჯერ უფრო ძვირად თუ იყიდიო. და ჩვენთან ხო მართლა ეგეთი მდგომარეობა იყო, რომ ნუ მეტ-ნაკლებად შეძლებულ ადამიანს შეგეძლო ის მანქანა გეყიდა, ცხადე ხა ახალს იმიდან ვერ იყიდი ცენტრიდან, მაგრამ რაღაცა დალეწილი იქნება თუ მეორადი, ნუ შეაკეთებდი და რაღაც ნორმალური მანქანით დადიხარ და რაღაცა თვალსაზრისით ქვეყანაში ხა ბევრი ისეთი მოვლენა არ არის, რომელიც სახარბიელოა და სასიხარულოა, ხო? ფინანსური პრობლემებია, უსამართლობა არ არის მაინც და მაინც ქვეყანაში კარგად საქმე, მაგრამ ამ თვალსაზრისით რაღაცა ის იყო რა ადამიანისთვის რომ რაღაცა ჭიას გაიხარებდა რა ბოლო რაღაცი თუ იყავი დაბოღმილი, რაღაც მანქანა ჩამოიყვანდი და მაგაში მაინც დააკომპენსირებდი შენს სხვა დარგში ჩამორჩენილობას და ესეც კი ხალხს წაართვეს, აი ეს რაღაცა ელემენტარული მდგომარეობა წაართვეს და მე რატომ მგონი იცი რატო წაართვეს? აი ბოლო დროს რომ გამოჩნდა ხოლმე ეს თუ აკვირდებით თქვენ, აი ძალიან ძვირად ღირებული მანქანები რო აი ტოპ ლუქს მანქანები რო არის თბილისის სუპერკარები, ფერარები, ლამბორჯინები და ეხომ რაღაცნაირად დაემთხვა ამ არჩევნებს დაემთხვა, ამ კოლ-ცენტრებს დაემთხვა, შემთხვევით არ არის ხო? ეხლა ჩვენთან ნავთობი არ აღმოუჩენიათ და
რაღაც ეკონომიკური ბუმი არა გვაქვს. ხო, რაღაც კონკრეტულ დარგს უკავშირდება, ისიც ხელისუფლებასთან რაც ასოცირებული, კოლ ცენტრს, რაღაც არჩევნებს და შემდეგ და ეს ხალხი ეხა დადის ვიღაცა წარმოიდგინე, ვიღაც ხელისუფლების წარმომადგენელი ფერარი დადის და ნუ გვერდზე რაღაცა მანქანაა, ნუ თლად ფერარი არ არის, მაგრამ ამასაც თავი მოსწონს, ხდები? ესეც არ არის დაჩაგრული. არ არის ხელწამული. შეიძლება გზაზე დაუსიგნალოს. ხო, შეიძლება დაუსიგნალოს. ხო, ამას შეიძლება რაღაც AMG-ის ყავდეს, რაღაც Mercedes. არა, შეიძლება უბრალოდ ვიღაც ტიპი პრიუსით მიდიოდეს და აი არა, პრიუსი არ მოწონს ეხა ამას, აი ზედმეტი ხალხია გზაზე. ხო და ნუ ამას უნდა ეხა რომ თვითონ იყოს კაცო ამ ფერარით, თვითონ იაროს, გზაც მისთვის იყოს და ამ ყმებმა და ჩვეულებრივმა ხალხმა იაროს ამ ავტობუსით და მეტროთი. აბა რისთვის გააკეთეს კომუნისტებმა ეს? რისთვის ამოთხარეს ეს მეტრო? არ გამოვრიცხავ რომ ეგ мотиваციაა. ეგ ანუ აი ხა მაგალითად ჩემი აზრით რა ხდება პარლამენტში კომისიის განხილვა რომ მიმდინარეობს ფასებზე, ფასებზე მაგარი. ფასები ხო უნდა გაიაფებულიყო ხო აპრილის. 1 აპრილამდე გავაიაფებთ რა, რამე გაიაფებთ და ყველაფერი გაიაფებთ. ანუ ახლა ის კი არა რომ ახლა ჩვენ ვამბობთ რომ გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით გაძვირდა, ანუ ხო და მანლოდოთ ახლა მაინც ხო და წინასწარ რატო აკრიტიკა მაინც ახლა ცოტა არა რა ორი კვირა კაცო თვეზე მეტი არის. არა, ორი კვირა დარჩა რა, 1 აპრილამდე გაიაფებას ველოდებით, 1 აპრილამდე, ხო? არა, ჩვენ დაველოდოთ კი, უბრალოდ ძვირდება ყველა. ანუ ეგეც რაღაცა წყულუკიანის კომისიასავით იჩითება რაღაცა, ანუ ნაცებს აკუზალავთ 6 თვე გავიდა და მე და ნაცები გაერთიანდნენ, ანუ რა ვიცი ხა ფასებზეც რაღაცა ეგ ხდება. გაერთიანდნენ რა მოტივით? ეხლა უნდა დაამხონ ოცნება. ეხლა იწყება რევოლუცია. სანამ გადავალ ირანის თემაზე, ნუ ჩვენ ბევრი ცოტა ირონიულად ვილაპარაკეთ და სარკაზმი არ გვაკლდა და სხვანაირად ვერც შეაფასებ ამ პროცესს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაგრამ ჩემი აზრით საზოგადოების მხრიდან ცოტა მეტი კვეთრი პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ასე უბრალოდ გატარება ასეთი აკრძალვების კაცო. ანუ რეალურად ხალხის 90% აუგზავნეს მანქანის ფლობა. აი თქვენ მაგ კომისიის ვიდეო ნახეთ? აი ფასების კომისიის. ნუ არაერთი მინახი ახლა. არა, აი ძალიანად არ მინახი. ანუ ერთი ვიდეო იყო. ვიღაც აი ამ ქსელების წარმომადგენლები იყო და ერთ-ერთი ქალბატონი უსვავდა კითხვას. აი რო აზრზე მოხვიდი ადამიანი, ვაფშე კომისია რას აკეთებს, მაგ ვიდეოს უნდა უყურო. რა არ ვიცი ხა იგი გვაქარო, ანუ შინაარსი იყო ესეთი, რომ ეს ქალი ეკითხება, რომ აი ძალიან რო გთხოვოთ. შემდეგ ორშაბათს რამდენით გააიაფებთ მაკარონს და ეს ტიპები უყურებენ და მე მგონი ჯობია გავაძვიროთ საერთოდ. არა, ანუ აი უყურებენ და რავი ხა ძალიან თუ გთხოვთ, რავი 2 დღე შეგვიძლიათ არა, სულ რო გაიაფთ ეს არა ვერა და აი ვერა აი რო გთხოვთ ვერა. ბიჭო რა გთხოვთ თო? პარლამენტი ხარ. ანუ ერთადერთი შენი ზემოქმედების საშუალება არის მიიღო კანონი. მეტი რავი, აი არაფერი ფუნქცია არ აქვს, ხო სხვა, ანუ შენი ამოცანა მიიღო კანონი. ძალიან რო გთხოვოთზე თუ მუშაობს ეგ რა ანუ რა ან პარლამენტი რაღაც გვინდა, ან კომისია, ან რაღაც აი ძალიან გთხოვ დაუწევფას და კაი დაუწევფას. ეგ მთელი ეგ კომისია მივიდა მაგ მომენტამდე. წარმოიდგინე. არა კაცო არ გაიაფთება არაფერი, ანუ მან იმის შანსი რომ რამე შეიცვალოს ნეგატიური, აი მინუსია რა. ეს დონაცია მოვიდა ხა. ბარემ წავიკითხავ, ეკონომისტი გვწერს, ვისაც 6 წელზე ზევით მანქანა ეყოლება, შეიძლება ძველი მანქანები პარკინგიდან გააგდოს და თვითონ დაჯდეს. შეიძლება კი ეგ სხვათა შორის ხალხო აკანონსაც მიიღო. კი ეგ არ არის ფანტასტიკის სფერო. მე არ გამო ყველად გააჟღერეთ ახლა ეს თქვენ. არ არის ნულოვანი. ატიფსემულ ახლა მოგვისმენენ და ამას გააკეთეთ. აი ეგეთ კანონს მიიღებენ მე ბოლოს მართლა რომ აი ის კი არა რომ აღარ შეიძლება შემოყვანა. აი პარკინგიდან გააგდებს მანქანას და თვითონ. ოღონდ ისეთ ძველ მანქანას ვერ გააგდებს, რომელიც ძვირიანი. აი ხა ხო შეამცირეს ის
უბრალოდ შეცვალეს, აკრძალვა კი არ დატოვეს, არამედ ძვირიანი მანქანა დიდარს შეუძლია იყიდოს. შოთა გაჩერდი რა. მანქანა რა. აი ეგ შეიძლება მოხდეს ვარ. რატო ლაპარაკობ? ანუ ეხა შენ რაღაცა ტექსტებს აგენერირებ და შენ გონია მაგის შედეგი ის იქნება რომ ხალხი აღშფოთებ. არა, პროსტა ეხა და მაგარიოში აიდეა. მიდი ჩაცერ, გაჩერდი კაცო. შეიძლება ან ჩვენ ეგეთ ქვეყანაში. ეგეთ დონაციებს რატო უშვებთ ხალხს? აზრებს რატო აწვდით?